no, არ ვიცი ხარ განსხვავებული კომენტარი რა უნდა ვთქვა ახლა აქ რაღაცა სხვა, მაგრამ ხო რა გითხრათ ახლა ესე კულტუროთ დაგვტოვეს, ანუ მართლა კომენტარი აბსოლუტურად იგივე მექნება და არაფერი ახალის თქმა, არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა. თეატრი მოკლეს, რომელიც მართლა 2 წელია დგას გამოფიტული ცარიელი და ანდროს ბანერი მოხსნეს რაღაცა 2%-იანი შოუსთვის და მე თან პირდნენ რომ ანუ იცით რა უბრალოდ პრომოსთვის გჭირდება მოხსნა დავკიდებთ და კიდია ხედავთ ხო ალბათ ანდროს ბანერს რო გაივლით და გამოივლით. ხო და არ ვიცი რა ნუ მე მგონია ყველაფერი ძალიან კარგად დაუბრუნდება, მაგრამ ეს მართლა ხა როგორც იმ ინტერვიუში ვთქვი, კარმის ბრალი მხოლოდ არ მგონია, იმიტომ რომ ადამიანი არის შედეგი თავისი ქმედებების, ესე ცხოვრობს ახლა. და ამით მოუწიოს ცხოვრება. ნაკა თქვენი სურვილი ამ პერიოდის განმავლობაში რა იყო? ეხლა ჩვენ მაყურებელმა ძალიან კარგად იცის იგივე თეატრთან დაკავშირებით როგორ განვითარდა მოვლენები და თქვენ ამბობდით რომ ედგა თუ არა გვერდში სახელოვნებო სფეროს ეს ყველაზე კარგად სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებს მოეხსენებათ. აი ამ საკითხებზე რა შეგიძლიათ რო თქვათ? მე არ ვიცი ვის და რანაირად ედგა, ვისაც მართ საჭირდებოდა თანადგომა, იმათ არ ედგა. დავით ჩვენ ყველანაირად ვცადეთ მიმართვა გაგვეკეთებინა, დაგვეპატიჟებინა, მოსულიყო, გარკვეულიყო, მინიმუმ თანადგომა გამოეხატა, მაგრამ ნუ კომკავშირელივით პარტიული ტექსტებით გამოდიოდა და ხა რა ვიცი. მოგითხათ მეწოდება თქო, მოგატყუებ. ნანკა თეატრთან დაკავშირებით რა სიტყვით კონკრეტულად? აი მოდი გავახსენოთ მაყურებელს როგორ განვითარდა მოვლენები და ვის რა წვლილი ჰქონდა ამ პროცესში. სამი თვის განმავლობაში ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანები ჩვენს მაყურებელი და გარეთ რა ვითარებაც იყო ყველას კარგად გვახსოვს და სპექტაკლების თამაში იქნებოდა უბრალოდ ამორალური ამის ფონზე. მე დაიჭირეს ჩვენი მსახიობის ანუ მხოლოდ ამაზეც არ არის რამდენიმე გავახეს ბახუტა დაიჭირეს, მახარა გალახეს, ბუნტურის სხვერი გაუტეხეს, რაღაცები გროდებოდა. ბოლოს უკვე ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს და სრულად უსამართლო ძის მეორე წელია ციხეში და ეს იცის თინათინ რუხაძე. ხო და 3 თვე რეგიონებში დავდიოდით და ჩვენ სიმართლეს ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე და ჩვენი სპექტაკლის მეშვეობით თეატრიც ეს არის ხო კითხვები უნდა გაგიჩინოს და რაღაცა მაყურებელთან კონტაქტზე გახვიდეთ. ჩვენ რეგიონში გავედით მაყურებელთან კონტაქტზე და ზუსტად იმ დროს მოხსნეს დავით დოიაშვილი, როცა დავით დოიაშვილმა 5 სპექტაკლის ჩაშვება გადაწყვიტა ახალი სათქმელით და ალბათ ამ სათქმელმა რა თქმა უნდა რაღაცნაირად შეაშინა, იმიტომ რომ არ ებრძვიან ისინი სუსტს და იმას, რაც თქვა რაღაცაზე გავლენას ვერ ახდენს, ხო? როდის ვიზე ტყდება ხოლმე თქვა რაღაცნაირი თავდასხვები თუ დააკვირდებით, მიხვდებით რომ ადამიანი რომელიც სიმართლეს იძახის, პირდაპირ მიდის მისი გაშავება და ასე შემდეგ. მათი ჭკვით მათ დასაჯეს დავით დოიაშვილი და არ ვიცი ნანკა კალატოზიშვილი ან ნებისმიერი მსახიობი, მათ დასაჯეს პირველ რიგში მაყურებელი, რომელსაც ძალიან უყვარდა ეს თეატრი. და რა თქმა უნდა ამ თეატრის დასი, რომელიც მეორე წელია ესე არის, მათ არ იმჩნევენ, მათ არ ეკონტაქტებიან და არ ვიცი, ერთ-ერთი მართლა ყველაზე წარმატებული თეატრი იყო. და რაღაცნაირად აი ამ მგრევამ გამოიწვია სხვა თეატრებშიც, როგორც მეუბნებიან, აი თვითონ მაყურებლის რაღაცნაირად მაყურებელსაც კი გაუჭირდა ძალიან ბევრს მერე უკვე სპექტაკლებზე სიარული და ეს ოღონდ პანდემიის მერე ძლივს გაცოცხლებული სფერო და ძლივს მაყურებელი ახალი მაყურებელი მოვიდა თეატრში, აი ესე გადაწყვიტეს რომ ხო და რა ვიცი, აი 2 წელი მაგრა იმუშავა რა, აი ძალიან მაგრა შეიტანეს რაღაცა სატელევიზიო პროექტი და დღეს მე მგონი იმ ტელევიზიის არ ვიცი აქ დანიშნულებით იყო ბაკურ ბაკურაძე, მე მახსოვს როგორც დიზაინერი, მაგრამ ტელევიზიაში ვერ ჩამოვყალიბდი რა საქმიანობდა. მოკლედ აი ამ პროექტით მე მგონი დაასრულებს თავის კარიერა ერთმანეთს და მრავალებას, რამდენადაც მე ვიცი. ჯანმრთელობას ვსურებ ორივე საქმე. რა თქმა უნდა, ნანკა
მიდგომა, თქვათ, აი სახელოვნებო სფეროსადმი, ან თუ როგორ ფიქრობთ, აი თუ შეიძლება იყოს საერთოდ შეფასების საკითხი. ეხლა ჩვენ აი როგორ შეიძლება კულტურის მინისტრს ამე კულტურულზე ჯერ კულტურო და უცერემონიოდ წავიდა, ან ბრიფინგი მოეწყო, ან მადლობა ეთქვა ამ თავის პარტიისთვის, მართლა რა ვიცი, მეგონა რომ ესე ეწერებოდა, იმდენჯერ იხდიდა, კონტექსტ ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა ამ მადლობებს, მაგრამ აი თემურ ჩხეიძის სახელოსნოზე რაც ქნეს. ან წარმოიდგინეთ, თეატრალურშიც რაც ხდებოდა, ან სტუდენტებს როგორ აშავებდნენ, იჭერდნენ და ასე შემდეგ. როგორ წარმოგიდგენთ ახლა რა კულტურაზე არის საუბარი? ცენზურა დაუწესო თეატრებს იქნება თუ კინოსფეროს. ანუ დაუჯერებელია და ნუ იმდენი იქნა რომ ბოლოს რა ვიცი, კარგია, ანდაზები იმედია უყვარს, კატამთხარად ხარა. გამოთხარ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ რაღაც ყველა დავალების შესრულების შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ქართული ოცნების წარმომადგენლებს, აი ამიტომ ვეუბნები სულ და სულ ვცდილობ გავაგებინო იქნება ეს რაღაცა ტიტუშკავით ამ რაღაცა მორალით რო გველაპარაკება და რა ვიცი, მე არ მახსოვს ამ MMA-ის წარმომადგენლის ისტერიკა, როცა საკუთრესი ააფეთქეს. თუ რამე უნდა ეხებოდეს საფრის უნდა ეხებოდეს, არ ვიცი, გელაძე გამოსვა მათი გახსოვთ, მე არ მახსოვს. ხო და ეს ყველაფერი ყალბიდან მოჩვენებით და როცა ჭირდებათ იყენებენ ამ ადამიანებს და მე ჩვეულებრივად სანაგვეზე უშვებენ. და ყველასთან ერთად ეს ადამიანები რაღაცნაირ დანაშაულით არიან დაჭერილები, ამ კიდევ უფრო დანაშაულს ჩადიან დავალებებით და ასე შემდეგ. და ხა ციკარო ხაზზე რა გითხრათ ადამიანმა, მეგობრობაც არ იცის სავარაუდოდ და ადამიანური კონტექსტიდან გამომდინარეც რთულია მისი შეფასება რა. გასაგებია, ამის შემდეგ აი თქვათ რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, შესაძლოა იყოს ეს კითხვა რიტორიკული, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ინიშნება ფინანსების ვინც კურირებდა ის პირი, მიხეილ კიკნაძე პირველ მოადგილედ, რომელიც შეასრულებს მინისტრის მოვალეობას. ეს ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც მეტყველებს, როგორ ფიქრობთ ამ სფეროს მიმართ, ან თუ არის რამდენად შეიძლება იყოს ინტერესის საკითხი ეს ამბავი, აი ვინ იქნება შემდეგი, ან რა ბედი შეიძლება ელის თქვათ ამ მიმართულების კურატორობას. კარგი, ანუ ქართული ოცნების ხელში ვინც არ უნდა დანიშნონ, არაფერი არ შეიძლება კაცისკენ ყოველ შემთხვევაში. რა ვიცი, ახლა შეიძლება დანიშნონ ხაინდრავა, მარტინე ესეთი. არ ვიცი, რა ვიცი, ხაინდრავა იქნება, ან ვიღაცა პრობაციიდან იქნება, ამიტომ რა ვიცი, ძირთადად პრობაციიდან ან რაღაცა ეგეთ ადამიანებს ნიშნავენ კულტურის სფეროშიდან. ნიშნულობა საერთოდ არ მგონია რომ აქვს ვის დანიშნავენ ან არ დანიშნავენ, იმიტომ რომ შექსაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, პროფესიონალიზმი არ იცვლება, არიან არაპროფესიონალები, არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ პროგრესი. ხო და რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, სანამ ესენი არიან მმართველი ძალის პოზიციაზე, ვის სად როდის დანიშნავენ რა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საბოლოო ჯამში მაინც ტიტუშკება მინდიან, იმიტომ რომ ვერც კანონით და ვერც უკანონობით და ვერაფერს ვერ აღწევენ. დიდი მადლობა, ნანკა, დაგემშვიდობები, მსახიობი ნანკა